კომპოტები და მურაბები ხო ძალიან სასარგებლოა. ყველა სხვა ასე გონიათ. ჩვენ ბავშვობას უკავშირდება ბეპოს გაკეთებული, სარდაფიდან ამოტანილი, ნატურალური, გემრიელი, ტკბილი, სასიამოვნო. მაგრამ რეალობა სხვანაირია. ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს სანამ გავაგრძელებ. დააკვირდი და შენ თვითონ იმსჯელე. რანაირად შეიძლება ჯანსაღი იყოს, თუნდაც კომპოტი, თუნდაც მურაბა. თანამედროვე სამყაროში ხილი ის აღარ არის, რაც ჩვენ ბავშვობაში იყო. ის, რასაც ჩვენი ბებიები ამზადებდნენ, ის იყო ჯანსაღი, ნატურალური, ის იყო ბუნებრივად დამწიფებული. თანამედროვე ბაზარზე არსებული ხილის უმეტესობა მოყვანილია ხელოვნურად, შესაბამისად გამოფიტულია. ეხლა დააკვირდი მეორე საკითხს. ხარშვის დროს ხილში არსებული სასარგებლო პროდუქტების დიდი ნაწილი უბრალოდ იშლება. იშლება ყველაზე მნიშვნელოვანი, უჯრედისი, რომელიც ნატურალურ უმხილს აქვს. რჩება მხოლოდ ფრუქტოზა, შაქარი და პლუს ამას კიდევ ზემოდან ემატება რაფინირებული შაქარი. ამიტომ მურაბაც და კომპოტიც დიდი ნაწილი არის მთლიანად შაქრის ბომბი. შესაბამისად, მისი მიღება, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღება, აკრძალული არ არის. შეგიძლიათ მიიღოთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის მიღებას ექნება თავისი შედეგები. დაგემუქრება ზონაში მომატება და ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ შაქარს მოითხოვს, ანუ ჩავარდებით ეგრეთ წოდებულ ნახშირწყლოვან ჩაკეტილ წრეში. თუ გაინტერესებს, კიდევ რის სიჭამა შეიძლება და რის სიჭამა არ შეიძლება, მომწერე პირადში. მოდი, ვილაპარაკო.